საინფორმაციო შეხვედრები, ამის შესახებ ყველაფერზე რუსტან გიორგვაძე გვიამბობს. მოგესალმებით. ნატოს დღეები საქართველოში წელს უკვე მეათედ აღინიშნება და ის 2 აპრილს იწყება და გაგრძელდება 11 აპრილამდე. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ალიანსის საქმიანობის შესახებ და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. 2 აპრილს ღონისძიებების სერია დაიწყება ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან და უამრავი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება იგეგმება, რომელზეც უკეთ ისაუბრებს ნინო ბოლქვაძე. ქალბატონ ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღეების ჩატარება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ალიანსის საქმიანობის შესახებ და როგორი გამოხმაურებაა ხოლმე როგორც წესი? ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ეს არის ჩვენი ცენტრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი ნატოს დღეების ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ისედაც მთელი წლის განმავლობაში ატარებს ინტენსიურად შეხვედრებს მოსახლეობასთან, სხვადასხვა სეგმენტთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობს აქტიურად ინფორმირებულობის გაზრდაზე. თუმცა აი ეს სპეციფიურად გამოყოფილი 10 დღე იქნება უფრო ინტენსიურ რეჟიმში მოსახლეობის ჩართულობისკენ მიმართული. სწორედ იმ დიალოგში, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობას კონდეს გაცნობიერებული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მზარდი რუსული ანტიდასავლური პროპაგანდა მუშაობს და ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია მითები იმის შესახებ, რომ ვთქვათ, აი მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთ მითს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სინამდვილეში ეს პირიქით არის, იმიტომ რომ ნატო არის სწორედ სტაბილურობის და გამთლიანების გარანტი და არაერთხელ გამოჩნდა ეს ნატოს ისტორიაში და შესაბამისად აუცილებელია, რომ ხალხმა გაიგოს ნამდვილი ინფორმაცია. ჩვენი დინამიკა ნამდვილად აფიქსირებს, რომ მოსახლეობაში არის მზარდი ინტერესი, ყოველ წელს უფრო ვაფართოვებთ ღონისძიებების ნუსხას, წელს იქნება განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობაზე. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ 2 აპრილს ხსნით ნატოს დღეებს ჩვენთან, ჩვენს ოფისში და განსაკუთრებით 6 წლიდან ზევით ახალგაზრდებს ყველას გეპატიჟებით, რომ მოვბრძანდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროგრამა გელოდებათ. იქნება როგორც ტექნოპარკთან ერთად, მაგალითად გვექნება რაღაცა საინტერესო კუთხე ინტერაქტიულ შემეცნებითი, სადაც ოკულუსის ეს გახლავთ სპეციფიური სათვალე, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, რომ ვირტუალურად იმოგზაურონ ნატოს წევრ ქვეყნებში. იქნება ძალიან საინტერესო გამოფენა, ფოტოკუთხე, თამაშები, კონკურსები, პრიზები, გათამაშებები. ეს ყველაფერი 2 აპრილს დილის 11 საათიდან იქნება გახსნილი. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ, რომ ინფორმაცია მოიძიოთ ჩვენს ვებ გვერდზე, ასევე ჩვენ Facebook გვერდზე. ამის გარდა გვაქვს უამრავი საჯარო ღონისძიება დაგეგმილი, სადაც მოსახლეობის ფართო სეგმენტ შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს. კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ნებისმიერ მათგან შეუძლია მოვიდეს და დაესწროს იმ საჯარო ღონისძიებებს, რომელიც დაგეგმილია. კი, აუცილებლად, აი მაგალითად, 1-2-ს დავასახელებ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს სტუდენტებისთვის. საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე წაიკითხავს ბატონი ნიკოლოზ ჯანჯღავა საჯარო ლექციას. ამას გარდა იქნება ასევე საჯარო ღონისძიებები სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო. პარლამენტში ღია კარის დღე, სადაც საქართველოს პარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის დეტალებზე სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ გაესაუბრონ პარლამენტარებს, შეხვდნენ და ექნებათ ტური პარლამენტში და ნუ კიდევ იქნება აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ თბილისში ტარდება ეს ღონისძიებები, არამედ რეგიონებიც არიან აქტიურად ჩართულები. ძალიან დიდი მადლობა. 2 აპრილს იწყება ნატოს დღეები საქართველოში, როგორც უკვე მოისმინეთ, ძალიან საინტერესო და აქტიური იქნება, ასე რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ჩაერთოს საჯარო ღონისძიებებში და გაიგოს უფრო მეტი ალიანსის საქმიანობისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. დიდი მადლობა რუსუდან, მართლა ძალიან ინფორმატიული შეხვედრები იქნება, ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი, ჩაერთეთ, მიიღეთ მონაწილეობა. მეც არ გამოგატოვებინეთ ნიკო იმ შანსს, რაც ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. საქართველოში საავტომობილო ზეთებისა და გასაყოფი მასალების გერმანული კომპანია როვე შემოდის, რომელიც 9 მილიონიან ინვესტიციას